ვარ სესილე გამომაძნე 7 წლის. ვსწავლობ 22 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ბალეტი, ტავარჯიში, ცეკვა, ღატვა და თამაში. ყველაზე უფრო მეყვარს ცეკვა. უკვე 2 წელია ცეკვა გორდაში. მახსოვს პირველ დღე გორდაში რომ მივედი. მოსწავლეები ცოტა დიყვიროდა, მაგრამ მე არ მეუნიელობდი. ცეკვაში ყველაზე ძნელია ახალი ლეთის შესწავლა. ყველაზე ადვილია ძველის გამეორება. ჩემი საყვარელი ცეკვა არის ლარჭონი. საყვარელი ლეთია კონცერტი ჯერ არ მქონია და მინდა მალე მქონდეს. მე მინდა კონცერტზე მეცვას გრძელი წითელი კაბა და ქავარი შავი. მე ვაპირებ ცეკვაზე ვიარო 5 წელი. მე ადრე ტავარჯიში ვიყავი 3 წელი, მაგრამ გავავედი. იმიტომ გავავედი, რომ მასწავლებელმა ვერ გაამართლა. მე ასევე ძალიან მიყვარს ხატვა. ხატვა დავიწყე, როცა ვიყავი 4 წლის. ჩემი მაშინდელი ნახატები შენახულია ბაღში. სახლშიც მოაქვს 10 კარგი ნახატი. ერთი ნახატი გამოვიდა ყველაზე ლამაზი. ამ ნახატზე ხატია გოგო კრებს ყვავილებს. ძალიან ლამაზი გოგოა და ეს გოგო ვარ მე. მე უკვე 5 ჯერ გავყიდე ნახატი. ჩემი ზუბებს მივეცი ერთი ჩემ ბიძაშვილს. დანარჩენი 3 მივყიდე ძმას. იმიტომ რომ ძალიან უნდოდა. საერთოდ ჩემი ნახატები ღირს 5 ლარი. ერთხელ მქონდა 10 ლარი. ამაზე მეტი ფული მე არ მქონია. მე ფული როცა მაქვს, ვხარჯავ ტკბილებულობაში. ჩემი საყვარელი ტკბილებულია ჩოფა-ჩოფსი. ყველაზე ხშირად ჩუქნი ჩემ ნახატებს მელისა გოლომანიძეს. ის არის ჩემი მკვიდრი ბიძაშვილი. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნიან. საერთოდ თოვლისფერმა მაჩუქა, წითელი კაბა და ტელეფონის სათამაშო. წელს მინდა მაჩუქოს ელზას კაბა. ჩემი აზრით თოლის ბაბუა არის 25 წლის. მისი ნადელი სახელია ნიკოლოზი. ჩემი საყვარელი ფერია წითელი და არ მიყვარს შავი. ხატვაზე იმიტომ არ შევდივარ, რომ ისედაც კარგად ხატავ. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კარგი მასწავლებლები მყავს და კარგი კლასელები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ნუცა შავლიძე. ყველაზე ცერქია ადრია ცეცხლაძე. ყველაზე ჭკვიანია ემილი. მეორე ყველაზე კეთილი, ლამაზი და პრაჭია. თითქმის ნამდვილი ფერია ვარ. ჩემი საყვარელი საგანია ხელოვნება. საყვარელი მასწავლებელია დაირა კახიძე. იმიტომ რომ კარგად ხსნის, კეთილია და რაღაცებს გჩუქნის. მე მაგალითად ბოლოს მაჩუქა სტიკერი. მე რომ შემეძლოს, სიამოვნებით ვაჩუქებდი სულამოს. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე ექიმი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი მასწავლებელი. უფრო პატარა რო ვიყავი, მაშინ მინდოდა გამოსულიყავი რაპოცილი. ახლა მინდა ვიყო 12 წლის, რომ დედა მაჩუქოს ტელეფონი. 12 წლის რო გახდები, მაშინ გიყიდი ტელეფონსო. მე უნდა გადმოვატანიო 11 წელზე. ნება რომ ვიყო 11 წლის. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი ძმა, ბებია, ბაბუა. კიდევ მინდა მყავდეს 2 და. ჩემი ძმა არის 3 წლის და დემეტრე ქვია. ის არის კეთილი, მჭამელი და მეგობრული. ხანდახან იმდენს ჭავს, რომ მთელი ოჯახი ფშიერი ვართ. ჩემი აზრით, დემეტრე რო გაიზრდება, გამოვა ხელოსანი, სახლის ხელოსანი. მამიკო არის კეთილი, ბუთქუჩა, მშრომელი, სიმპათიური. დედიკო არის ლამაზი, კეთილი, ნაზი და ძალიან საყვარელი. და კარგ საჭმელებს მიკეთებს. ჩემი საყვარელი საჭმელია პიცა. ჩემი საყვარელი წიგნია კაპიტანი ტრიკო.
ასევე ძალიან მიყვარს მურთმინების ყურება. ჩემი საყვარელი მურთმიმია ტომი ჯერი და თაგვი. ჯადოსნური ჯოხი რო გქონდეს, გამოვიდოდი ნამდვილი პრინცესა და ნამდვილი პრინცესას სახლი ვექნებოდა. მაგრამ ისედაც ვარ ნამდვილი პრინცესა. სამოგზაურო სიამოვნებით წავიდოდი აბასთუმანში და ესპანეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. სესილი რომ არ ვერქვას, რა მერქმეოდა. მე სესილი და ვარქვა დედიკობდა, ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ სესილი რომ არ მერქვას, მერქმეოდა მარიამი. ჩემს შვილებს დავარქმევ დიმიტრის და ელზას. შემდეგ მონაწილეს უტოვებს შეკითხვას, რომელია მისი საყვარელი თამაში. მაგალითად, ჩემი საყვარელი თამაშია დავალოვანა. ბედნიერება არის საჩუქარის ჩუქდება, დედაზე ჩახუტება და მამაზე ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.